კეთილი, გიორგი, დიდი მადლობა, გიორგი ანთაძე, GeoFace-ის მკვლევარი არის დღეს ჩვენთან ერთად და უნდა ვისაუბროთ რამდენიმე თემაზე, მაგრამ ძირითადად უსაფრთხოებას უკავშირდება ეს ყველაფერი. და დავიწყოთ იქიდან, აი ამ მოცემულობაში, რაშიც აღმოჩნდით, რაშიც ვართ საქართველოს, როგორ შეიძლება ის საფრთხეები დავახასიათოთ, რომლის წინაშეც ვდგებართ? ანუ რა საფრთხეები არის ჩვენ წინ? ხო, მადლობა კიდევ ერთხელ. უწევისთვის ძალიან ფართო შეკითხვა. იმიტომ რომ უნდა ვისაუბროთ საფრთხეებზე, საუბრობთ რაღაცისთან მიმართებაში საფრთხეებზე უნდა ვისაუბროთ. და იმ რეალობაში კი მაგალითად რომ მივყვეთ ისე როგორც ითხოვს მომას მეთოდოლოგია იმითაზე და ჩავიხედოთ ჩვენ სტრატეგიულ დოკუმენტებში ვერ ჩავიხედავთ იმერად მორალურად მოძებნებულია შინაარსობრივად. თუმცა როგორც ევროპის საფრთხის კონცეფცია გვაძლევს მეტნაკლებად თავარ ხაზებს, რაც არის ქვეყნის ინტერესები, მიზნები ამოწალ. აი ამასთან მიმართებაში გარე რა სიტუაციას ქმნის ის განაპირობებს მის მათ მიღწევადობას რა დონის რისკები და საფრთხეები ემუქრება. ფაქტობრივად არის ხალხი არც ერთი თავარი სტრატეგიული გულის მიმართულება ქვეყნის არსებობის და განვითარების, სადაც გარკვეული ტიპის რისკი და საფრთხეს არ არსებობს. რო გავყვეთ სამხედრო საფრთხებს, გასაგებია რომ ახალ მოცემულობები ფაქტობრივად მეტნაკლებად ერთგვაროვანი არის, რაც საქართველოს წინაშე არსებობს, ყოველდღიურად თქმებიან თავარი საფრთხეების გამომდინარეობს და ზოგადად მიუხედავად იმისა, ვისთან როგორი ურთიერთობა გვაქვს, სახელმწიფო ახლო სამეზობლოში სამხედრო ბალანსის თვალსაზრისით აბსოლუტური მაჩანჩალა ვართ, ეს თქონდა ვიხმარო, არა მარტო წმინდა ესეთი სამხედრო პარამეტრები, შეიარაღებას ეხებოდეს პირველ რიგში, ხო? ზოგადად თავდაცვის პოლიტიკის თვალსაზრისითაც კადრების ნის განვითარების შემოქმედების თვალსაზრისით. ანუ სამხედრო მიმართულებით გვაქვს საფრთხე იმისა, რომ ნებისმიერ სცენარში, სადაც შეიძლება სამხედრო საფრთხე ომის საფრთხე რეალობად იქცეს, ჩვენი პასუხი არის უკიდურესად ლიმიტირებული. და დღეს ქვეყანა ახალ პოლიციები არაფერი შეცვლა, სერიოზული ძალის წინაშე დაახლოებით მაქსიმუმ 2-3 ორგანიზებული ნავმეგობის კაცების უნარით არის წარმოქმნილი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ეგზისტენციურ არსებობას სამხედრო თვალსაზრისით ფუნდამენტური საფრთხე. ეს ერთი პასუხი. აი ამასთან ერთად ნებისმიერ სფეროში, რომელიც ეხება სტაბილურობას, კეთილდღეობას, ის რაც ინტერესები, აღიარებულებები არის გამყარებული იგივე კონსტიტუციით, ხო, ამ მიმართულებითაც უმთავრესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ასეთ შემოგვეთ ძალიან ძიმე გამოწვევებია, როდესაც ჩვენ საუბრობთ კამპანიის ბიზნესმენების პოლიტიკოსების დასაქციეებაზე, ბუნებრივია ის პირდაპირ უკრავს ქვეყნის ეკონომიკურ გრადობას, სტაბილურობას, მისი ფინანსური ინსტიტუტების სიმტკიცეს, ხო? შესაბამისად უკვე არის სიგნალები, უკვე არის გარკვეული ნეგატიური მოლოდინები, რომელიც აუცილებლად ფინანსურ ეკონომიკურ შექმნაზეც აისახება, ამას არჩევდა ეკონომისტობა, უყურებდა და არის მოლოდინები, რომ ედემეტალებს შეიძლება საკრედიტო რეიტინგები დაუშვეს ძალიან. ანუ ეკონომიკური თვალსაზრისით ასეთი შიდა პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების შემდეგ, რაც ხელისუფლება რთულმა ფაქტებს გადადგა, ეკონომიკური თვალსაზრისით უმცროსი გამოწვევების შექმნა ქვეყანას. და საფრთხები ამიმართულებითაც არის, რომ ის სექტორები, რომელიც ყველაზე განვითარებული საქართველოში თავისი დახმის ობიექტი გახდა, უახლოეს მომავალში გახდა გულისხმობ პირველში ტურიზმისა და კვების სექტორს და სამშენებლო სექტორს, რომლებიც მიმართაც თუ ეს ნეგატიური ტენდენციები შენარჩუნდება, ძალიან ცუდი მოლოდინები არის, როგორც საუბრობენ თქვა ამ დარგის სპეციალისტები. ანუ ადამიანთა კეთილდღეობაზე და ეკონომიკურ მიმართულებაზე ორიენტირებული, ასე ვთქვათ, პოლიტიკის თვალსაზრისით, აქეთ ძალიან სერიოზული საფრთხეები და რისკები. ანუ გამოდის რომ შევაჯამო ძალიან მარტივად, ფაქტობრივად არ არსებობს მიმართულება წამყვანი, რაც მოძრაობა სახელმწიფოს გრადობას, მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ასე ვთქვათ, კრიტიკული სერვისების თვალსაზრისით, ხო, გრადობას ყველა ძირითადი მიმართულებით თქვა ძალიან სერიოზული რისკი, აღარ ყოფილი მაგალითად დიპლომატიურ და საბედაო პოლიტიკურ ვაზე, რომელიც ფაქტობრივად იზოლაციაში
ექცევა დემოკრატიული სამყაროსანი და განვითარებული სიტყვები ხმარობს არის რომ ბოლომდე არ გადმოსცემს სახელმწიფოებთან ჯგუფს რომელიც აქ ხდება მაგრამ დემოკრატიული და დასავლური სამყაროსგან ფაქტობრივი იზოლაციის გზას უადგავარ ეს უკვე ნათელია ეს პირდაპირ მუქრეპაცხე მოქალაქეების კეთილდღეობას ხო ანუ ფაქტობრივად საფრთხების თვალსაზრისით ჩვენ ყველა ძირითადი მიმართულებით და აქამდე იყო გარდა თქვა სამხედრო საფრთხეზე კიდევ უფრო ღრმად ჩავკვირთეთ საფრთხეებში და ბუნებრივია ამაზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა შედეგები რაც შეიძლება მოუტანოს დგას რა თქმა უნდა ხელისუფლების და ზოგადად პოლიტიკური სპექტრის ქისერზე გიორგი რა ინსტიტუტი არსებობს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რა რეალურად ან რა ინსტიტუტი უნდა იყოს ესეთი რომელიც იქნება პასუხისმგებელი ხო ხა პირველ რიგში ამ ყოველ უსაფრთხოების გაგებას ორგულოს შეიძლება უსაფრთხოება ძალიან მრავალწლოვანი აქცნება კლასიკური დაგებით შეიძლება ვიღაცა მხოლოდ საფედრო რაღაც ასეთ ფიზიკურ უსაფრთხოებას გულისხმობს რომელსაც ბუნებრივია საერთოდ ხო აქ ძალიან საკითხი შედის აი ეკონომიკური უსაფრთხოება საკოლექტიური და ამბები ის რომ საზოგადოებაზე თქვა სახელმწიფოზე თანამედროვე ვაგონითხოვების უსაფრთხო სახელმწიფო ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტები რომელიც თანამდებობითაა აკაცები და ამაში შედის ქალაქმონა თავდაცვა, ჩინელთა საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სპეციალური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ასე შემდეგ ოპერატიული ტაქტიკური სააგენტოების საქმეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც და ეს ინსტიტუტები რომელს ერთობლივად არის ყველა უნდა ქმნიდეს მათი ასე ვთქვათ სექტორალური პოლიტიკების და სტრატეგიული ვთქვათ მიმართულებებში შესაბამის პოლიტიკის გატარება უნდა ხდეს ჯამურად სახელმწიფოს უნდას რომ მისი ზოგადი უსაფრთხოების ასე ვთქვათ დონე იყოს მაღალი და უნდა ქმნიდეს რაც არა თქმა არა და ეს მარტო ჩემი სიტყვებზე არა ხო ახშილებას ჩემი ახილება არა რომ ასე შევაფასო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაცია ქვეყანაში ეოლება პირველ რიგში ეროვნული უსაფრთხოების საქმეს რომელიც ფაქტობრივად დისფუნქციური არის მისი სტრუქტურული მოწყობის პოლიტიკური ნების არქონის და ზოგადად ბოლო პერიოდის აი ბოლო თვეების ცვლილებების შემდეგაც კიდევ უფრო მეტად აქედან გამომდინარე როდესაც ქვეყანაში არ არის საერთოდ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მის კოორდინაციაზე საერთოდ და ზოგადად უსაფრთხოების როგორც სახელმწიფო სისტემური მიდგომის რაღაცა ელემენტზე ბუნებრივია ვერ ვისაუბრეთ შესაბამისად ეროვნული უსაფრთხოება ამ მიმართულებით რაღაც კრიტიკას ვერ უძღვნის და არ კონცეფცია არ აქვს სტრატეგია არ აქვს საბჭო არ აქვს რამდენიმე განმარტეს გარდა დარგობრივი სტრატეგიების არ აქვს უსაფრთხოების საბჭო ამ ფორმით თავიდანვე არასწორი რეფორმა იყოს რაც ბოლოს აკეთა ჩემი გრმაცმენი და უბრალოდ საქმეების დაამტკიცა ეს არ არის გახდა რაღაცა არ ვიცი რაღაც ანალიტიკური აპარატი სპეციალური სპეციალი და ბუნებრივია იმ პირობებში როდესაც მას არ ხავს ცალკე პოლიტიკური იმას ვთქვათ ცოდვის მქონე საბჭოს დივანი რომელიც აიღებდა მის პასუხებზე პასუხისგებლობას რომ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა იყოს პრიორიტეტი ქვეყანაში ხო იქ სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის დასანქცირებულ ადამიანს საერთაშორისო არენაზე დღეს აბარია შეთავსებით საბჭოს მდივნობა დაიბარა ფუძვარით რაზე ვსაუბრობ თუ ასეთ ვითარებაში ასეთი ფუძემდებური სტრატეგიული დოკუმენტი არ არის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ანუ კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით დისფუნქციურია იმიტომ რომ ასეთი მისი მოთხოვნილება არ სრულდება არ იქნება და რამდენიმე უცხოების სტრატეგიის საუბრობთ რაღაცა კონკრეტულ მიმართულებაზე ამათ სამეთო უბრალოდ მიიღო მაგრამ ეს ვერ იქნება ერთიანი ეფექტის მომტანი იმიტომ რომ ცალკე აღებული თავდაცვის სამინისტროც კი რომელმაც თქვათ ჰიპოთეტურად 10-ზე ასრულებს თავისუფლება მოსგებების მხოლოდ ერთივე უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას ეს არის ყველა მის ეროვნული უსაფრთხოების ელემენტის ერთობლივი გამოყენება დიპლომატიას თავისი ადგილი აქვს სამხედრო სეგმენტს თავისი ადგილი აქვს დაზვერვას და სადაზვერვო თანამეგობრობას თავისი ადგილი აქვს ეს ყველაფერი ჯამში უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის ინტერესების განხორციელებას არც ერთი პარამეტრი ფაქტობრივად არც ერთი დღეს ჩვენ არ გვაქვს
ამაზე არ საუბრობენ სამწუხაროდ ღიად, არა ღიად რა, განმა დრამალოს გულისხმობ, ჩემს სამწუხაროდ არ არის საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიის საკითხი, არ საზოგადოებაში არ მეგობრ ჩას მაღალი ასე ვთქვათ, მზალობა არ არის ხო ამისი არც რაღაცა მოთხოვნა არის გაჩენილი, არ ცოდნა არის ასაგებია ცოტა სპეციფიკური ისტორია, ბუნებრივად კი არა მნიშვნელოვანი სპეციფიკური საკითხები არის, მაგრამ ვართ აი ესეთ მოცემულობაში ქართლის ცვლილებებით და მეგობრებოდი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში ვარ, არ ვიცი ბედის ანაბარა გარკვეული საერთაშორისო ძალების, რომელიც რეგიონში უგზურმყოფენ ან მეტნაკლებად ბალანსს. აი ამაზე გავართ ჩვენ უსაფრთხოების თვალსაჩინო ამ მომენტისთვის. ასეთი კითხვა მინდა დაგისვა. ჯარი, თავდაცვის ძალები, ან ჯარისკაცი, რომლის მიმართაც ნდობა ასე ვთქვათ სხვადასხვა გამოკითხვებით არის საკმაოდ მაღალი. და მინდა რომ ვისაუბროთ უშუალოდ ჯარზე. არის მოსაზრებები, რომ აი რისთვის გვინდა ჯარი, რუსეთს მაინც ვერ მოუგებთ. ან რისთვის გვინდა ჯარი, ვიღაცა სხვას ვერ მოუგებთ, ну ასე შემდეგ. პრიმიტიული, არაპრიმიტიული ზოგი ისეთ ზოგი. რისთვის გჭირდება ჯარი? ხო, კონსტიტუციის 70 მუხლი, მოგვახსოვდეს და იქ ნათლად პირდაპირ წერია, რომ ქვეყნის თავდაცვის მის სუვერენიტეტის ტერიტორიული რაღაც თავი. ქვეყნის თავდაცვა საქართველოს მოხალ თითოეული მოხალისის ვალდებულება. ჯარი გჭირდება უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საფრთხე უსაფრთხოება და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჯარის შესაძლებლობებზე და ზოგადად თავდაცვის სამწყობის თავდაცვის სისტემის ქვეყნის თავდაცვის სისტემის სიძლიერეზე არის დამოკიდებული, იმიტომ რომ მხოლოდ ჯარი არ არის, იქ არის შეიძლება იყოს საზოგადოების პარტფელი ჩართული, რომელიც საერთოდ ქმნის თავდაცვის სისტემას ეთომილობაში სხვადასხვა მოდელის მიხედვით, ხო? აქედან გამომდინარე, საუბრები იმაზე, თუნდაც იმაზე, რომ ვიღაცას ფუნდამენტურად არასწორი არის, იმიტომ რომ გააჩნია საზოგადოების თაგვათას ჯარის მიმართ, ერისთვის უნდა მას ეს ჯარი, რესურსებს გამოყოფს ამ ჯარისთვის და საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა ერთად რა ყურადღებას აქცევს, ანუ რა რესურსს იღებს საკუთარი ჯიბიდან იმისათვის, რომ სამხედრო მისდევი, რომ სამხედრო მისდევი იქნას მიღწეული. ჯარს აქვს მხოლოდ ორი მდგომარეობა. ჯარს როგორც ერთი ინსტრუმენტი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების აი საერთო ელემენტებში, ხო, როგორც ერთი ინსტრუმენტს აქვს ორი მდგომარეობა, ან ომობს, ან ემზადება შემდეგი ომისთვის. და არ აქვს მნიშვნელობა ის ომი იქნება საერთოდ არ იქნება თუ როდის იქნება, იმიტომ რომ ფუნდამენტურად ჯარის არსობრივი შინაარსებაში მდგომარეობს, ჩვენ როგორც სამოქალაქო საზოგადოება იმისთვის ვიხდით, ვაფინანსებთ ჯარს, რომ ისე ემზადებოდეს და მლათიყოთ შემდეგი ომისათვის. ვარჯიშობდეს, უწვრთნებოდეს, აღიჭურებოდეს, ინახავდეს მზაობის დონეს, განვითარებდეს, აკვირდებოდეს გარემოს ცვლილებას სამხედრო ასპექტებში, დაიჭირება, ასახავდეს ამ პროფილს ხელახლების წვნაში, აღჭურვაში ამ სიახლეებს, მაგალითისთვის თუ ახლა უკრაინის ომს უყურებთ, რომელიც დიდი ლუპის ქვეშ ისწავლება ყველა წესით უნდა ისწავლებოდეს. ყველა ნორმალურ სახელმწიფოში არაკბულ ძალებში. ეს ასე ხდება ჩინეთიდან დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან თორე უნებრივი მე ყველაფერი მაისავს. აი ამ მდგომარეობისთვის ვაფინანსებთ და მოხდეს ჯარი. თუ ჯარი ამას ვერ აღწევს, მაშინ არის გადასახები ორი მომენტი, ამის ამოცანები რაც ამ ჯარს შეიძლება დაუსვა და მოსთხოვო და აღარ უნდა ქონდეს მაშინ პრეტენზია, რომ ის რამე კონსტიტუციის კონსტიტუციით დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს და თუ ამისთვის არასაკმარისი რესურსი აქვს, რომ კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულოს, მაშინ პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ უნდა გამოხოს უფრო მეტი რესურსი, რომ ის კიდევ უფრო მიუახლოვდეს იმ შესაძლო კონდიციას, რაც მას იკისრება. თუ ეს აცდენა არის, აი ამ არგებს შორის, ხო? ეს არის რისკის დონე, ხშირად, რომელზეც ხელს აწევს მექსით უნებლეთ პოლიტიკური ელიტაც და საზოგადოებაც, რომ აი ეს დისჰარმონია დაფინანსებასა და მისდევს შორის არის რისკი, რომელიც თუ ერთხელ კრიზისი დადგა, არ მოაჩერო ჯარია, არა თქვა რაღაცა შეუძლია წინააღმდეგობა თავდაცვის სისტემამ ერთად გაჭირდა, არა მაგალითად 2-3 კვირა, რომ რაღაცა შეეცადოს შედიპლომატიურ არენაზე გააჩნია. არა თუ უბრალოდ აღმოაჩინა 2-3 დღის მერე
შენ ფაქტობრივად საბრძოლო ნაწილების უმრავლესობა გიცით ხდება, ანუ ბრძოლის უნარო ხდება სტატუსის თვალსაზრისით და რჩეთი აბსოლუტურად დაუცელია სხვების ამარა. აი ესეთი რომ მოცემულობა არის, უნდა კითხო, შენ ბევრი წელია აგვერდები ამ პროცესს და რამდენად არის მზაობა, რამდენად ხედავდი, ასე ვთქვათ, რამდენად გრძნობდი მზაობას პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მხრიდან, რომ ემსჯება ამ საკითხზე, თუნდაც რაღაცა კულუარულად, ან უბრალოდ რაღაცა თავისი დამოკიდებულება გამოეხადა, ასე ვთქვათ, თავდაცვის ძალების მიმართ. ზოგადად ჯარის მიმართ არა, იმიტომ რომ ჯარისკაცი ვენდობი ან ჯარისკაცი კარგია, რა თქმა უნდა ჯარისკაცი კარგია, მაგრამ ფუნდამენტური მსჯელობა ყოფილიყოს სხვადასხვა პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში და ზოგადად მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც დღეს საქართველოში ცუდია, კარგია, ისეთია, ასეთია, ეს ის პოლიტიკური ისტაბლიშმენტია, რაც არის დღეს საფრთხეზე. და მაინტერესებს შენგან აი ამისი ცოდნა, ამისი დაკვირვება და ამ დაკვირვების გაზიარება, სამდმე რამე პულსი იგრძნობოდა ამ თემაზე? როგორ გითხრა, შემიძლია გავიხსენო ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდიდანაც ასაკობრივად მეტად ჩავერდი ამ სფეროში, მოც ჯერ მოყვარული მე განათლების მიღება მე უკვე პროფესიული კარიერის თვალსაზრისით სადაზღვევო სახით. მაშინ არსებული მსჯელობა ამ თვალსაზრისით მე არ მინახავს სამწუხაროდ ასად აკადემიური სივრცეების გარდა, ისიც იშვიათად ყოველ შემთხვევაში იმ უწყებებში, სადაც ეს უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ყოფილა. ანუ ბუნებაში არსებობს ამოთა საქართველოში მივიდა ჩემ პროფესიულ გამოცდილებაში, მე არსებობს გაყოფილა. იმ დონის განხილვის თანამონაწილე არ შემიძლია, რასაც ვისურვებდი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვუბრუნდეთ, ხო, ჯარი ერთ-ერთი ინსტრუმენტია. და ის თუ როგორი უნდა იყოს, როგორი დაფინანსება უნდა ქონდეს და რა ამსამინი უნდა დაუსახო მას, შეიძლება გასულოთ ხოლმე მას შემდეგ, როდესაც გააზრებული გვექნება ჩვენი საფრთხეების მოთხოვნები, ქვეყნის რაღაც სტრატეგია საერთო და გვეცოდინება ამ ამოცანების მისაღწევად ჯარს რა ამოცანებია დასმული, რა ვთხოვი ჯარს. და მე რომ გადავდივართ უკვე დაბიტების სხვა, ასე ვთქვათ, ეტაპები, ხო? ასევე ღრმა დისკუსია რომელიც სინამდვილეში რამდენიმე მარტივ სვეტს უნდა ეფუძნებოდეს. რას ვიცავს? რისგან ვიცავს? და რითი ვიცავს? როცა ჯარზე არის, სამხედრო საფრთხეებზე არის საუბარი, თუნდაც, აი ეს კონკრეტულად. აი ამის ესეთი ფართო სახელმწიფოებრივი გაშლა და დისკუსია, ან ახალ მეცაც ვიტყვი, სამწუხაროდ პოლიტიკური ელიტის უდიდეს ნაწილში სომბერგან ამ თვალსაზრისით, უაღრესად შეზღუდული არის. მე მქონია შემთხვევები, როდესაც იგი ქართული ოცნების პოლიციის წინაშე თავის დროზე არ არის დასამალი დღეს თუნდაც 2016 წელი და მანამდეც 2012 წელს ლექციანა დავარქვა, მაგრამ გარკვეული რაღაცა ასეთი მოხსნებას ავიჩამიტარებია, რა ხდება საერთოდ ძალებში, ამ მდგომარეობაში ვართ, რა გვჭირდება ზოგადად. და უნდა აღიარო, რომ ძალიან გაკვირვებული იყო ხოლმე ყველა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ესეთი შთაბეჭდილება, ჩვენ გაცილებით რაღაცა, ჩვენი ხო ავღანეთში არის, ჩვენ ხო მისიებში არის, როგორ ძლებელები არიან რა, გარკვეული თვალსაზრისით და ესეთ ფაზებს ვისმენთ პირდაპირ არ ვაჭარბთ ამ შემთხვევაში. და სამწუხაროდ ასეთი პოლიტიკური კლასის პირობებში, რომელსაც ამ მიმართულებით აკლია ცნობიერება და ცოდნა, ხო? და ერთი-ორი ადამიანის იმედად დარჩენილი, აი მთლიან პოლიტიკურ სისტემაში ვერასდროს ვერ მოხდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე რაღაცა სერიოზული ჯერობა და ამის ნიადაგზე მე კონსოლიდირებული არის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ეხაც რასაც ვიძახი, განსაკუთრებით გასაკეთებელი აუცილებლად იმის და მიუხედავად იმ იქნება რომელი პარტია მომავალში ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების სფერო, მათ შორის მისი შემოვალი თავდაცვის პოლიტიკა, თავდაცვის ნაწილი, უნდა ვაქციოთ საერთო ეროვნული კონსენსუსის საგნად და შევთავაზებთ, რომ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური საკითხი ქვეყანაში, რაზეც საზოგადოება და სახელმწიფო და პოლიტიკოსები უნდა შევთავაზებთ, რომ ამას ერთობლივად ვანვითარებთ. და ცვლილებები უნდა რაღაცა მენეჯერულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მენეჯმენტის თვალსაზრისით შეიძლება მერე განიხილებოდეს, უნდა გავყვეთ გრძელვადიანი განვითარების გზას. არის თუ არა ეს მიზეზი იმისა, რომ მაგალითად
ის სახსრები იხარჯება თავდაცვაზე, რაც იხარჯება და არა უმეტეს. ანუ ის რომ საკითხში გაუფიცნობიერებელი არის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, შესაბამისად ხარჯავს თავისი მოსაზრებით იმდენს, რაც მისთვის არის მისაღები, ანუ შეიძლება ესე დავასვენოთ. ნაწილობრივ, იმიტომ რომ ჯარის სტატუსი საქართველოში მიზეზებს ის თუ როგორ ეპყრობა მას პოლიტიკურ ესტაბლიშმენტი, როგორ უყურებს, რა სპეციფიკური ისტორიაც გააჩნია, შენ ძალიან კარგად იცი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჯარი იყო ინსტიტუტი, რომლის თავზეც ყველაზე ქართეხილებმა გადაიარა. და იყო პერიოდი, რომელიც ძალიან დაშავებული იყო როგორც თეატრობრივი თვალსაზრისით, და პირდაპირ სალამხავი სიტყვა იყო გვარდიელი მაგალითად ხო გახსოვს. ჩვენ ბავშვობაში სამოქალაქო მოხდა ესეში. შესაბამისად ჯარის მიმართობის აღდგენას მე ამ სხვადასხვა ამბოხებების თუ აი ინციდენტების თუ ასე ვთქვათ აი ნეგატიური ისტორიების ფონზე პოლიტიკური ელიტა ყოველთვის ცდილობდა რომ ეს ინსტიტუტი ზედმეტად ვთქვათ არ გაძლიერებულიყო და მუდმივად იყო იქ ერთი პერიოდი ჯერ დაფინანსების პრობლემები, მაგრამ როდესაც ეს მოგვარდა ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელმაც ჯერ ერთი გამოიწვია პირველ ეტაპზე ოფიცერთა გარკვეული კასტის გასვლა თუ წრის ჩამოშორება, საკუთარი პირადი ერთგულების ნიშნით, პოლიტიკური ერთგულების ნიშნით დაწინაურება, პირდაპირ კონტროლი ბრიგადის მეთაურების მეშვეობით 10 ფინანსური უზარმაზარი წახალისების შედეგად პირდაპირ კონტროლი სამხედრო ასე ვთქვათ შემოერთებზე პოლიტიკური კონტროლი და ნუ მაგალითად იგივე მუხროვანი სამის მერე განსაკუთრებულად ვთქვათ სააკაშვილის დროს განსაკუთრებულად მეორე მუხროვანს გულისხმობ ამ შემთხვევაში უკვე პოლიციური რეჟიმი მოახერხეს თავისუფლად და ნუ მე იყო თქვა უკვე სახელმწიფოების ცვლილება, დეპოლიტიზაციის ცდილობა, გამჭირვალობის ყველაფერი, მაგრამ საერთოდ ნიშნით ჩვენი პოლიტიკურ ელიტას გარკვეული ისეთი ჯარი მაინც უნდა აი გაუფიცნობიერების გამო ერთის ხილი და მეორის ხილი რაღაცა ეს პრედისტორიები გარკვეულ რაღაცა შიშებს უქმნიდა ვინაცეებს ყოველთვის უნდა როგორც აი ესეთ რაღაც საკრალური ანტენებული სოციალური ინსტიტუტი რომელშიც მოსაწონი იქნება სახურება და ყველაფერი საზოგადოებაში დამსახურებულად იქნება ის ავტორიტეტი რაც აქვს, მაგრამ ფუნქციური მისი ეგზისტენციური თავი შინაარსობრივი თვალსაზრისით ის ვერ იქნება ადეკვატური სტანდარტის. აქედან გამომდინარე აი ამ რა ქვია სიტუაციაში შიდა უწყებრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, სამოქალაქო და სამხედრო ურთიერთობების თვალსაზრისით თავდაცვის სამოქალაქო სექტორს უშუალოდ თქვათ ოფიცრობას შორის, ხო? გენერალურ შტაბს, გენშტაბს, გაერთიანებულ შტაბს თავის დროზე. აი ამ უჯრედებს შორის ურთიერთობა ნელ-ნელა რაღაცა კონფორმიზმის აურით ჩნდა სამწუხაროდ იებს უნდა თქვა ეს იქნა ესე გარშემოხვეული და პოლიტიკურ ვთქვათ გავლენას ანუ თავდაცვის მინისტრებს იმაზე გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდათ იგივე უშუალო ჯარზე, ვიდრე სასურველი არის ნორმალური ბალანსის შემთხვევაში. სასურველი იქნება. ჯარში მივიღეთ სიტუაცია, რომ ეხაც მარტო პირველად რაღაცა სოციალური დათვლა უმთავრესად, იმიტომ რომ უწვეესი პრობლემების ფონზე, რომელიც პერიოდულად ჯარში ჩნდებოდა მათ შორის საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით, შესების თვალსაზრისით და ინდენსესის უახალხა ძალიან სერიოზული გარღვევა იყო ამ თვალსაზრისით. ფაქტობრივად აუკომპლექტება 30-40%-ზე ავიდა გარკვეულ საკადრო ნაწილებში. და ამაზე რეაგირებას პირველი სოციალური პაკეტების შეთავაზებით მოხდა და კიდე იყო გარკვეული ზომები მიღებული არაადეკვატური არის სინამდვილეში ესე არ ჩნდება მსგავსი პრობლემები. აი ჯარიც რაღაცა ეხა ასეთ გამოკიდებულ სიტუაციაში ფაქტობრივად ერთის ხილ მას არ აქვს ობიექტური მიზეზების გამო. მასე პირველი შტატისებული ვთქვათ ამოცანების განხორციელების ნუ არის ნუ შემთხვევაში. სკი და მეორე სკოლა არის პოლიტიკური ელიტა, რომელიც აბსოლუტურად ვერ აცნობიერებს ჯარს, რაც უნდა თხოვდეს, არა სისტემაში სამწუხაროდ. და ჯარში რეგულოთ ჯარის ამ თავდაცვის პოლიტიკა, როგორც ეროვნული საფრთხეების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, ნუ არის რაღაცნაირად ამორფული რა ესე ვთქვათ რა. და მოდი ამ ფონზე მაშინ ჩვენი საუბრის საკითხს დაუბრუნდეთ. გამოდის რომ ყველაზე მოწყვეტები ვართ. ჩვენ მეზობლებთან შედარებით
როგორც მინიმუმ რეგიონში და აღარ მაქვს რაღაცა კიდევ უფრო დიწურად, რომელსაც შენი დახმარებით ეხა აღვადგინეთ და დავინახოთ, ხო? ანუ სად ვართ? ჩვენს ირგვლივ არიან თუ არა ზვიგენები, რეალურად ვართ თუ არა ამ ზვიგენების შეჭმის საშიშროების ქვეშ და რა არის გამოსავალი? ხო. ნუ საგარეო ასე ვთქვათ, დიდი სურათი ბოლო 10 წლების მოდელს ვთქვათ, გამოიხატება იმაში, რომ დემოკრატიის დასავლური სამყარო არის გარკვეულ კრიზისში. როგორც შინაარსობრივად, პოლიტიკური საზოგადოებრივი ცხოვრება მე ვთქვათ ისე, წმინდა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ავიღოთ, ხო? გარკვეულ უკან დახევის რეჟიმში და ეს გაიწყო სამხედრო 1913 წლით. ჩვენ შეფერდები პასტუბიექტო. და მეორე მხრივ არის ეს დიდი ზეწოლა ავტოკრატიული სამყაროსი სახელმწიფოების მოდიშება ერთის შეხმაროთ რუსეთ, ჩინეთის და რუსეთის სამადობით და აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოების თედაქცეული იყო ეს. რომელიც გამოიხატა მთელი მოვლენებში. პირველ რიგში რუსეთის თავისუფლებით რომელიც ჯერ სირიაში, უკრაინაში გაიწყო ასე ვთქვათ, საგარეო პოზიციონირება აღდგენა, როგორც პრესტიჟის, როგორც იმიჯის შოის აბრუნა. ნუ ამას პირველი აკორდი 2008 წლის ომი იყო, ყველა მის წინუძღოდან ყველაფერს. მოკლედ 2007 წლის მუხენის ცნობილი განცხადების მერე გადავიდა საქმეზე. და ამის რესურსების შესაძლებლობა მას მიეცა იმ პერიოდში არსებული საერთო ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან დიდი ნატობის ფასების გამო, რომელიც ასეთი წურაში მიმდინარე ომების ფონზე იყო წლების განმავლობაში, რუსეთი ფაქტობრივად ექსე დააყენა როგორც სახელმწიფო და გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი წაინტერესებულად დაიფინანსებინა და ანუ ახლა ძალიან უტრირებ, თუმცა აი ამ მოცემულობით მოვიდით დაახლოებით ისე, რომ სადაც გვაქვს მოცემულობა, სადაც ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი ყველა არის თავისი გეოპოლიტიკური, დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური ინტერესების გამტარებული ირავი და ასე შემდეგ სახელმწიფოები, რომელიც აქტიურად იკვეთებიან საქართველოში. მათი ინტერესები აქტიურად იკვეთება საქართველოში, გადაჯაჭვულია თვალინთან. და ამ ყველაფერთან რა თქმა უნდა რეგიონალურ მოთამაშეში რჩება ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის. რაღაც ასეთი ბუკეტი არის მოცემულობის, რომელიც თავის მხრივ ერთის ფიქრობ განაპირობებდა აქამდე გარკვეული ბალანსის შექმნას, რის გამოც საქართველოს სახელმწიფოს როგორც ასეთს ეგზისტენციალურ საფრთხეს არ ემუქრებდა, შეც უგვაფის ტერიტორიული ოპერებული ტერიტორია, აგრეთვე სამხედრო საფრთხეებთან რუსეთთან მომდინარე, მაგრამ ეს რაღაცა გარკვეულ ცითელ ზღვას დამიდიოდა, იმიტომ რომ პასადები მიზეზების გამო სხვა დომინანტური ძალებიც საცავთ აქ ინტერესები ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამო და ეს გარკვეულ ბალანსს ქმნიდა, რაცაც იმედია რომ მომავალშიც იქნება მით უმეტეს პირობებში, როდესაც ჩვენ საფრთხების ინსტიტუტებზე ვისაუბრებთ, ხო, მათ ჩვენ ახლა ძირითადად აქცენტი ჯარზე გავაკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გაზვერვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა უწყებები რა კონდიციაში იმყოფებიან და ეხლა იმოვლენების ფონზე რასაც ჩვენ ხავს უყურებთ, დადების და კაც ნამდვილად შევიდოთ, ხო? აქედან გამომდინარე საერთაშორისო ვითარება ჯამში ფასდება ისე რომ არსებული სიომის მერე რაღაც ლიბერალური დემოკრატიული დღის წესრიგი, გლობალური დღის წესრიგი, რომელიც თავარი რა ვთქვათ, ჰეგემონია ამერიკის შეერთებული შტატებში იყო და ის იყო დემოკრატიის სცენარი, ასე ვთქვათ, ხო? ეს უკანა პლანზე წავიდა. აღარ არის ეს თავარი საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო სამართალზე და რაღაცა იმ ადმინისტრაციაზე დამყარებული საგარეო პოლიტიკური რაღაცა ვისტრახებით. და პირიქით ბრუნდება ძალა და ძალის ოლი, რომელიც კაცობრიობის ისტორიის თვალსაზრისით მუჩილეში თუ შევხედათ ჩემთვის პირადად როგორც მხოლევარისთვის არცად არ წასულა. თუმცა ის ინტენსიფიკაცია იქნებოდა იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებში ჩანდა და მე პირადად ჯერ კიდევ 2016 წელს ძალიან მცირე სტატიით ვარ პირდაპირ ესე დავარქვი გეოპოლიტიკოს დაბრუნება და საქართველოს სტრატეგიულ მარტოობაში. ეს ერქვა სტატიას, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა და დღეს 2024 წელს შემიძლია ვთქვა, რომ ამ მცდელობა არ შეცვლილა. დღეს გეოპოლიტიკა მოbrunდა ისე როგორც არასდროს და საქართველოს სამწუხარო სტრატეგიულ თვალსაზრისით ისე მარტოობაში იმყოფება. მას ხავშილება პარტნიორები, მეგობრები, ახავდა აქამდე, რომელსაც ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გაგვებრაზებინა და ჩამოშორიყავით და არ ხავს არც ერთი მოკავშირე. პარტნიორსა და მოკავშირეებს შორის უნდა დიდი ხაზი გავყოლოთ ეს მაინც
ორი სხვადასხვა დონის ურთიერთობა აკავს ისეთი მოკავშირე, როგორც მაგალითად ამ რეგიონში აზერბაიჯანის ხალხს თურქეთისა. ან თავის დროზე სომხეთს ხალხა რუსეთის საქმით მიუხედავად იმისა, ეს პარტნიორი როგორ მოექცა, თუმცა ეს თავისუფლად ნიშანდობლივი გაკვეთილია, რომ ქვეყნები, რომელიც ავტორიტარული და არადემოკრატიული მართვის სტილით გამოირჩევიან, ის პარტნიორებთან მოკავშირეებთან ძალიან საფრთხეთონი არიან. თუ თურქეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში არ მარტო თქვა სახელმწიფოების მოწყობის ერთობა ერთიანობს ამ სახელმწიფოების მსგავსება, არამედ არ უნდა რელიგიურ-კულტურული კავშირები, რომელიც ისტორიით არის გამტკიცებული მათ შორის. ასე რომ საქართველოს მსგავსად არავინ არ გააჩნია და სამწუხაროდ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ევროკავშირის თუ ნატოს სვასაისტი ჩვენზე რაც ხო გასაკეთებელი ნახოლოდ ნაწილობრივ შევასრულეთ. თუ ნატოს სვასაისტი თქვათ მეტი პროგრესი ქონდა და დღეს დარწმუნებული ვარ, რომ სრულის და პოლიტიკური ვითარების შემთხვევაში არანაირი ბარიერი არ არსებობს, რომ საქართველო ვერ დააკმაყოფილებს ევროკავშირის შემთხვევაში ჩვენ რაღაც ისეთ ნიშნულზე მივედით, რომ ესეთი პოლიტიკით რა თქმა უნდა პროგრესი არ მიწერია. ეს არის სამწუხაროება ასეთ გარემოში, ასეთი ეკონომიკური საფრთხების ინსტიტუტები თქვათ დღეს და არ ვიცით რეალურად ხვალინდელი დღისგან გაგვინდა გარდა პადალებული მშვიდობისა და როგორ უნდა შეინარჩუნო მშვიდობა, როდესაც ეს ინსტიტუციები პრაქტიკულად აღარ გაჩნია, ხო? და პოლიტიკური ესტაბლიშმენტში კიდე არ არის არანაირი ხედვა ამისი, როგორც მინიმუმ შესაბამისი განათლება და ცოდნა არ არის. საერთოდ პოლიტიკური ესტაბლიშმენტში ვამბობ და არ არის თანხმები ისე ფაქტორი, რომელიც მუშაობს ამ შემთხვევაში, ეგ არის საერთაშორისო გლობალური ძალთა ინტერესების ბალანსი ან დისბალანსი, რომელიც რეგიონში არსებობს. ეს მრავალვექტორული უკავშირები და ურთიერთობები, რომელიც ერთმანეთზე მოქმედებენ პირველ რიგში და ამის შედეგად ჩვენ გვინარჩუნდება, ასე ვთქვათ, ის სტატუს კო, რაც გვაქვს. გიორგი, დიდი მადლობა. ეს არ არის ჩვენი ბოლო შეხვედრა ცხადია და ვისაუბრეთ კიდევ, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ეტაპი იმისათვის, რომ დანარჩენი თემები გავშალოთ. ასე რომ მადლობა. მადლობა.